როგორც მოგეხსენებათ, სულ 2 დღის წინ ქრისტიან დემოკრატებმა გავაჟღერეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ქართული მიწის საკუთრებაში, მფლობელობაში გადაცემაზე მორატორიუმის გამოცხადების თაობაზე. სულ რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პასუხი ხელისუფლებისაგან, რომ თითქოს და პრობლემა უკვე მოგვარებულია და 2012 წლის ნოემბერში მორატორიუმი უკვე გამოცხადებულია. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან და უბრალოდ ტყუილთან. საუბარი ამ შემთხვევაში არ არის არავითარ მორატორიუმზე, რომელიც აკრძალავდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ქართული მიწის საკუთრებაში გადაცემას. ხელისუფლებამ 2012 წლის ნოემბერში ახალმა მთავრობამ მხოლოდ და მხოლოდ შეაჩერა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწების პრივატიზება იმისათვის, რომ ჩატარდეს მათი აზომვა და ქვეყანა მიცოდეს, რამდენი აქვს სახელმწიფო ბალანსზე მიწები. პრობლემა, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ, სრულიად სხვა არის და საფრთხე ემუქრება იმ 800,000 ჰექტარ მიწას, რომელიც უკვე კერძო საკუთრებაშია და რომელიც ეტაპობრივად გადაედინება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში. ამ შემთხვევაში პრობლემა დგება იქიდან გამომდინარე, რომ ამ პრობლემის სათავე არის უპირველეს ყოვლისა ყოფილი ხელისუფლება, რომელმაც დაამტკიცა და ნებართვა გასცა პრაქტიკულად 2012 წლის 26 ივნის ქართული მიწის ყოველგვარი პირობების გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდვაზე და თუ ვინმე ყიდის დღეს აბსოლუტური უმრავლესობა იმ ადამიანებისა, ესენიც არიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგი ცენტრალური ხელისუფლების და ზოგი ადგილობრივი ხელისუფლებების, რომლებმაც აუქციონებზე შეიძინეს მიწები ძალიან იაფად და იმ აუქციონებზე, რომლის შესახებაც არაფერი იცოდა გლეხმა, რომელიც ვერც მიიღებდა მონაწილეობას და დღეს უკვე 2 და 3 აქ ფასებში ყიდიან უკვე უცხოელ მოქალაქეებზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ქართული მიწები ძალიან იაფია საერთაშორისო სტანდარტით, თორე გლეხისათვის ისიც ხელმიუწვდომელი იყო, იმიტომ რომ 700 ლარი ჰექტარზე, 1000 ლარი ჰექტარზე მაშინაც მიუღწეველი იყო, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებით ძალიან იაფია და ამიტომ ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ უპირველეს ყოვლისა ინდოელი, ეგვიპტელი, არაბი, ირანელი ფერმერები ქართული მიწის მიმართებაში. ყოველგვარი პასუხისგებლობის გარეშე იძენენ ისინი ქართულ მიწას, არავითარი ვალდებულებები ამ მიწის მოფრთხილების, ამ მიწაზე მხოლოდ სოფლის მეურნეობის საქმიანობის წარმართვის, ამ მიწის არ განადგურების და არ გაფუჭების მათ არ აქვთ. შესაბამისად, საქართველოში არსებობს 300,000 ნაყოფიერი სოფლის მეურნეობის მიწა, რომლის შეძენაც სულ რაღაც 300 მილიონი დაუჯდება ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურვეს, რომელსაც შეუძლია პარალიზება მოახდინოს მთელი ქვეყნის. ალბათ ბევრი იტყვის, რომ რა პრობლემაა მიწას ვინმე ხომ არ გაიტანს ზურგით საქართველოდან. თქვენ წარმოიდგინეთ, ზურგით არა, მაგრამ ტრაილერებით და ტანკერებით ქართული მიწა უკვე გადის და გადის ძალიან დიდი რაოდენობით. იჭრება 40-45 სანტიმეტრიანი ზედაფენა, რომელსაც ჰუმუსი ეწოდება და რომელიც არის სწორედ მოსავლის მომცემი ნაყოფიერი მიწა და გადის დიდი რაოდენობით ტრაილერებით. ეს არის კატასტროფა, რომლის წინაშე ჩვენ ძალიან მალე დიდი ტემპებით დავდგებით. მართალია დღეს ამ კატასტროფაში ჯერ არ ვართ, მაგრამ ტემპები ისეთი არის, რომ უახლოეს წელიწადში, შეიძლება წელიწად ნახევარში ჩვენ უკვე შეუქცევადი პრობლემების წინაშე ვიდგებით. ამიტომაც ქრისტიან დემოკრატები ვაცხადებთ ერთმნიშვნელოვნად, რომ სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი საქართველოს მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. თუ ამ ინიციატივას ხელისუფლება არ გამოეხმაურა ადეკვატურად და ის გააგრძელებს უბრალოდ შეცდომაში შეყვანას საზოგადოების, მაგ შემთხვევაში ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ უკვე ხელმოწერების შეგროვებას, 200,000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას იმისათვის, რომ ეს საკითხი გახდეს რეფერენდუმის თემა და დაეკ საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ რა ბედი ელის საკუთარ ჩვენს მიწას და მამულს. იმიტომ რომ მიწა არის პირდაპირ პროპორციულად მამულთან ასოცირება თითოეული ქართველისათვის. ეს პასუხი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სულ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ ეთერით გამოაცხადა, რომ თითქოს და ეს ყველაფერი არის ამ შემთხვევაში არარეალისტური, რომელ მორატორიუმზეა საერთოდ საუბარი, მაშინ როდესაც 2012 წელს ამდაგვარი მორატორიუმი უკვე გამოცხადებული არის ნოემბერში და საერთოდ თურმე ეს ჭიქაში ატეხილი ქარეშხალია. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ აქ საუბარი არის სახელმწიფოს ბალანსზე არსებული რამდენიმე ასეული 1000 ჰექტარის პრივატიზების შეჩერებაზე, ანუ კერძო საკუთრებაში გადაცემაზე შეჩერების საკითხზე, იმისათვის, რომ სახელმწიფო გაერკვეს საერთოდ რამდენი აქვს მას სასოფლო-სამეურნეო მიწა. აქ არ არის საუბარი იმ 800,000 ჰექტარზე, რომელიც უკვე საკუთრებაშია გაცემული და რომელიც იყიდება და იყიდება ისევ და ისევ უპირველეს ყოვლისა
იმ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, რომელიც 9 წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას. მათ შეიძინეს ასობით ჰექტარი გასული წლების განმავლობაში და დღეს სამჯერ მეტად ყიდიან. მათ არანაირი ინტერესი და ღირებულება ქართულ მიწასთან მიმართებაში გარდა გაყიდვისა არც მაშინ ქონიათ, როცა ამ მიწებს ყიდულობდნენ იაფად და ბუნებრივია არც დღეს აქვს, როცა მათ ყიდიან. ფართობზე საკუთრებაში არის დაახლოებით 800,000 ჰექტარი მიწა, მაგრამ აქედან ნაყოფიერ მიწებზე, ანუ სასოფლო-სამეურნეო, სახნავ-სათეს მიწებზე საუბარი არის 300,000 ჰექტარი და ეს ძალიან წირია, ძალიან მწირე-მიწიანი ქვეყანა არის საქართველო მაგ თვალსაზრისით, უნიკალური ღირებულების, ძალიან მდიდარი, მაგრამ ძალიან ცოტა. 300,000 ჰექტარი ეს არის აი პრაქტიკულად როგორ გითხრათ, მსხვილი ბიზნესმენისათვის ძალიან მარტივად შესაძენი მთელი ფართობი და მთელი საქართველო დარჩება როგორც სურსათის მიმართულებით ძალიან სერიოზული კატასტროფის წინაშე და სასურსათო უსაფრთხოების რეალური კატასტროფის წინაშე, ისე ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების რეალური პრობლემის წინაშე. საქართველოში ძალიან მარტივია მთელი ქართული მიწის. თუნდაც იგივე 800,000 ჰექტარის, რომელიც დღეს არის კერძო საკუთრებაში, 1 მილიარდად შეძენა. 1 მილიარდით შეძენილი საქართველო ქართველების აღარ იქნება. ბატონ გიორგი, თქვენ თქვით, რომ უკვე ქართული მიწის გაყიდვასაც აქვს ადგილი. რა თქმა უნდა. თუ შეგიძლიათ აი რამდენიმე ფაქტი დაასახელოთ, ან სად გადის ეს ქართული მიწა, სად გააქვთ? ძალიან ბევრი ფაქტი არის. მე რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ აბსოლუტურად ყველა უცხოელი, რომელმაც კერძო საკუთრებაში შეიძინა ქართული მიწა, ყველა ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ იმით არის დაინტერესებული, რომ ჰუმუსი მოჭრას და გაიტანოს, მაგრამ ეს ფაქტები უკვე ძალიან სერიოზულ განგაში საგანს ქმნიან. ჩვენ ძალიან მალე თქვენთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად მოვინახულებთ იმ ტერიტორიებს, იმ ადგილებს, სადაც ამდაგვარი კატასტროფა უკვე დადგა და მოვინახულებთ იმ ადგილებს, სადაც ასობით ჰექტარი გამზადებული არის გასაყიდად, რომელსაც თეორიულად იგივე ბედი შეიძლება ეწიოს. დაახლოებით მაინც თუ იცით, რომ გააქვთ არა, საუბარი იმაზეა, რომ დღეს ქართული მიწა იყიდება საშუალოდ $1000 1 ჰექტარი. ანუ ის ადამიანები, რომლებმაც იყიდეს თავის დროზე 600-700 ლარა თითო ჰექტარი, დღეს მას $1000 ყიდიან. ეს $1000-იც ძალიან იაფია საერთაშორისო სტანდარტებით და ითვლება, რომ საქართველოში ძალიან იაფია მიწა. ამიტომაც არსებობს მისდამი ძალიან დიდი დაინტერესება. მე სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით ზუსტად რა ფასად ყიდიან შემდეგ უკვე მოჭრილ ქართულ ჰუმუსს რომელიმე უცხოურ ქვეყანაში, თუმცა ეს ალბათ ამ შემთხვევაში ჩვენთვის ნაკლები პრობლემაა. კატასტროფა ის არის, რომ ეს მიწა ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და მისი რეაბილიტაციისათვის ათეულობით წელი და რეგენერაციისათვის ათეულობით წელი არ იქნება საკმარისი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს უცხოელებისათვის ქართული მიწის მიყიდვაზე და ეს მორატორიუმი უნდა მოქმედებდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებამდე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს გაცხადებული აქვს თავის მომავლის მიზნად სწორედ ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირში შესვლა, ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო კანონმდებლობის სრული გათვალისწინებით მორატორიუმი გამოვაცხადოთ ევროკავშირში შესვლამდე, რადგან ევროკავშირში შესვლის შემდეგ გარკვეული ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჩვენ მოგვიწევს და ამის ძალიან კარგი, ნათელი და ესეთი აპრობირებული მაგალითები არსებობს, თუნდაც იგივე ევროკავშირის სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებიც ძალიან მკაცრად იცავენ თავიანთ მიწას ყოველგვარი ესეთი დაზიანებისაგან და უბრალოდ გაქრობისაგან და განიავებისაგან. რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები თუ მიმდინარეობს დღეს ზოგადად სოფლის მეურნეობაში, ჩვენ როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დარგის განვითარება უნდა მოხდეს, მაშინ ინვესტიცია განხორციელდეს და ასე შემდეგ, პრაქტიკულად თუ საქართველოში ქართული მიწა აღარ იქნა საქართველოს მოქალაქის ხელში და პრაქტიკულად ეს იქნა ძალიან ეს ტემპები შენარჩუნდა და კატასტროფის მიმართულებით დიდი ნაბიჯებით მივემართებით, მაშინ ყოველგვარ საუბარს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე საქართველოს სოციალ-ეკონომიკური ინტერესების პარალელურ რეჟიმში შეუძლებელი იქნება. აქედან გამომდინარე, ის რაც დღეს ხდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ სახეზე არ გვაქვს სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები, ჩვენ გვაქვს სოციალური დახმარების პოლიტიკა. რაც თავისთავად არანაირად ცუდი არ არის, მაგრამ ნუ დავარქვევთ ამას სოფლის მეურნეობის განვითარებას. იმიტომ რომ რაც საკრედიტო პოლიტიკაში ხდება, როდესაც პრაქტიკულად ვერც ერთი სოფლის მეურნე, სოფლად მომუშავე მეურნე, გლეხი და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანი ვერ იღებს კრედიტს, ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარების პერსპექტივა ამ დარგში ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ნამდვილად არ გვაქვს. დიდი მადლობა. თუ კიდე არის სამეკითხები? მადლობა.